შიიტები თვლიან, რომ თითქოს და მუჰამედს უნდა და ანდერტში ჩაეწერა ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე. ეს არის აბუ ბაქრი, ეს არის ომარი, ეს არის ალი და ეს არის ოსმანი. ეს 4-ეული დიდი ღვაწლით სარგებლობს მუსლიმურ უმაში. ყველაზე უფრო დიდი ბრძოლები და ყველაზე მეტად გაუჭირდათ მუსეილიმასთან ბრძოლა. დაამარცხეს მუსეილიმა, მაგრამ საკმაოდ ძვირი დაუჯდათ მუსლიმებს. და რაც თავარია, ოსმანის დროს დასრულდა ყურანის რედაქცია. ყურანის კორპუსი შედგება 114 სურათ. იყოფა ორად, არის მექური სურები და არის მედინური სურები. და ეს არის მთავარი გზამკვლევი ყველა მუსლიმს. ეს არის წმინდა სიტყვა ალლაჰის, რომელიც არ იცვლება და არ შეიცვლება აღარ. და დღეს რაც აგვაქვს ჩვენ ყურანი, ეს არის ოსმანის რედაქტირება. ხალიფატი შექმნა ომარმა, ყურანის რედაქცია გააკეთა ქუფელები ტრადიციულად ალის მომხრეები არიან და მოხდა ბრძოლა იქ. ეგრეთ წოდებული აკლემის ბრძოლა. ბრძოლა დაიწყო, ალის მომხრეებმა დაამარცხეს მეამბოხეები, ტალხა მოკლეს, დაიჯრა და მერე მოკვდა, ზუბაირა გაიქცა და მერე ვიღაც ბედუინმა მოკლა. საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ და დაიდგა ხელშეკრულება. ორივე უნდა მოუკლათ. და 661 წელს ალი მოკლეს. ხარიჯიტებმა მოკლეს. და შეეხება მუავიას. მუავიაზეც მოაწეს თავდასხმა, მაგრამ გადარჩა მუავია. ეს გაუთავებელ 14 საუკუნეების გიორგიას უკვე. ამათი შერიგება მე არ ვიცი ამ საკითხში. საბოლოო ჯამში მივიღეთ განპობილი ისლამი. მოგესალმებით ყველას, დროების YouTube გვერდზე ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს სახელწოდებით მოგზაურობა წარსულში, სადაც ჩვენი უცვლელი მეგზურია ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. სწორედ გუბაზის დამსახურებით ჩვენ გზას ვიკვლევთ ისტორიის ლაბირინთებში და ამჯერზე ვსაუბრობთ კონფლიქტების ისტორიაზე, მის არსზე, მის წარმოშობასა და განვითარებაზე. გადაცემის პირველი ნაწილი მიეძღვნა ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ გაჩნდა და წარმოიშვა ისლამი, ვისაუბრეთ მუჰამედზე, ვისაუბრებთ იმ გარემოებაზე, იმ გარემოზე, სადაც განვითარდა ისლამი, როგორც რელიგიური მიმდინარეობა და მივადექით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს მუჰამედის მემკვიდრეობისას და კონფლიქტის ძირებს სუნიტებსა და შიიტებს შორის, რომელიც დღემდე გრძელდება და ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს არა მარტო მუსლიმანურ სამყაროზე, ასე ვთქვათ, არამედ მსოფლიოს გეოპოლიტიკაზეც. სწორედ ამ ხრივ ჩავთვალეთ, რომ იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის, დროების მსმენელისა და მაყურებლისთვის ამ მიგვეძღვნა ცალკე გადაცემა სწორედ ამ თემისთვის. სანამ გუბას მივცემ შესაძლებლობას მოგვიყვეს სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების საფუძვლებზე, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ დროების YouTube არხი, მოიწონოთ, გადააზიაროთ, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება და თქვენს გაგიადვილებთ წვდომას ჩვენს მიერ მომზადებულ კონტენტზე, ანუ შინაარსზე, იმ პროდუქტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ისტორიის უკეთესად გასაცნობად. გუბას, მუჰამედი ცოცხალი აღარ არის და იწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა, შეიძლება ასე ითქვას, რაც უშუალოდ მუჰამედის მემკვიდრეობას ასახავს. როგორ განვითარდა მოვლენები? მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვაგრძელებთ იმ ეპოპეას, რასაც ქვია ისლამის საფუძვლები და უკვე მივადექით მუსლიმთა მოციქულ მუჰამედის მემკვიდრეობას, ვიცით რომ ის გარდაიცვალა 632 წელს მედინაში. აქვე დავაანონსოთ გუბას, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება ცალკე ვრცელი გადაცემა უშუალოდ ისლამის როგორც რელიგიის საფუძვლებზე. ასე ვფიქრობ მე, რომ მოგვიანებით მე მსგავსებებსა და განსხვავებებზე მათ შორის ყველა ტრადიციულ რელიგიებთან მიმართებაში, როგორც არის ქრისტიანობა, იუდაიზმი. კი ბატონო. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მუსლიმური უმა არის ხალხი. ოღონდ ეს არ ნიშნავს ეთნიკურობას, ეს ნიშნავს რელიგიურ ერთობას. ანუ
მუსლიმური უმა დავარქვათ ასე. უმა აღმოჩნდა დილემის წინაშე. მუჰამედის მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, სასულიერო მემკვიდრეობა მათ მიიღეს ყურანის სახით, მოგვიანებით მე ყურანზე ვისაუბრებთ. ჯერ ყურანის სრული კორპუსი არ არსებობს, მაგრამ საფუძვლები, რომელიც უკვე მიღებული აქვთ, დასრულებულია ყურანის გადმოცემა. ოღონდ გაფანტულია ძალიან, ზოგი ამას წერდა პალმის რტოებზე, ზოგი ამას წერდა ქვაზე, მაგრამ უმრავლესობა ზეპირად იმახსოვრებდა. ანუ სრული რედაქტირება ყურანის ჯერ არ არსებობს, მაგრამ რაც შეეხება მის საერო მემკვიდრეობას, ანუ ვის ხელში რჩება ამ ხელა ახალი სახელმწიფო, ხო, რასაც მუსლიმთა სახელმწიფო ქვია, ხო, რომელიც უკვე თითქმის მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე გადაფენილი, ხო? არ არსებობს მისი ანდერძი. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო ამბები, რომელიც ჩვენ უნდა ვახსენოთ რა. საერთოდ როცა მიდის საუბარი იგივე მუჰამედის მუსლიმთა ცხოვრების წესზე და ასე შემდეგ და ასე წყარო საიდან მოდის? რა არის ჩვენთვის წყაროები? უმეტესად წყაროები არის ეგრეთ წოდებული ჰადისები, ანუ ამბები, მოთხრობები. აი ყურანი პლუს ჰადისები, აი ეს ორი კორპუსი ნიშნავს სუნას. ანუ სუნიტების მთავარ, მე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ანუ ჰადისების გარეშე ისლამი წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ ვიცით ისლამის შესახებ, ძალიან ბევრი რამ ჩვენ ვიცით ჰადისებიდან და არა ყურანიდან. ყურანში მაგალითად მუჰამედი 4 ჯერაა მოხსენიებული, მხოლოდ და მხოლოდ. როცა იესო ქრისტე ისა თორცდები 25 ჯერ არის მოხსენიებული. არა ეს მე გადავდოთ, როცა ისლამის თეოლოგიაზე ვისაუბრებთ, ხო? არის ასეთი ცნობა, რომ თითქოს და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როცა უკვე ავად იყო მუჰამედი, ბევრი თვლის რომ ის მოწამლეს. თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები არ არის, თუმცა არის ასეთი მოსაზრება, ხო? მუჰამედმა მოითხოვა ანდერძის ჩაწერა. მას უნდა ანდერძი დაეტოვებია, მაგრამ ავად იყო უკვე ისა, მაგრამ ომარმა, მისმა ერთ-ერთმა მთავარმა თანამებრძოლმა უარი განაცხადა, რომ ჩვენ გვაქვს უკვე მემკვიდრეობა, ჩვენ მივიღეთ ყურანი, ვიცით საღვთო სიტყვა რა არის, ამიტომ ანდერძი არ არის საჭირო. განსაკუთრებით ამ ვერსიას აპელირებენ შიიტები. შიიტები თვლიან, რომ თითქოს და მუჰამედს უნდოდა ანდერძში ჩაეწერა, ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე და რა თქმა უნდა ისინი თვლიან, რომ ალი უნდა ყოფილიყო ეს. ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობა 4 განსაკუთრებული ძალმოსილების ადამიანი მუჰამედის გარემოცვის. ეს არის აბუ ბაქრი, ეს არის ომარი, ეს არის ალი და ეს არის ოსმანი. ეს 4 განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს და დიდი ღვაწლით სარგებლობს მუსლიმურ უმაში. როცა გარდაიცვალა მუჰამედი, მისმა ოჯახმა, კერძოდ ფატიმამ და ალიმ, უნდა ვიცოდეთ, რომ ალი ძმისშვილი იყო მუჰამედის, მაგრამ ამავე დროს იყო ის ფატიმას მეუღლე, ანუ მისი სიძე იყო. და ფატიმა იყო ერთადერთი შვილი დარჩენილი ცოცხალი მუჰამედის, საყვარელი შვილი ფატიმა. ფატიმამ და ალიმ მუჰამედის გაპატიოსნება დაიწყეს. ამ დროს ხდება ასეთი ამბავი, ეს მედინაში ხდება, იკრიბებიან ანსარები. ვინ არიან ანსარები? მედინელები. ეკელები არიან მუჰაჯირები, ვიცით ხო ჩვენ. ანსარები იწყებენ საუბარს თუ ვინ უნდა იყოს მემკვიდრე.
ამ ანსარების შეკრებას ესწრებიან, ცოტა მოგვიანებით შეუერთდნენ აბუ-ბაქრი და ომარი. ისინი არ არიან ანსარები, ისინი არიან მუჰაჯირები. იქ როგორც ჩანს, საკმაოდ ცხარე კამათი იყო მემკვიდრეობაზე, ვინ უნდა ყოფილიყო მემკვიდრე, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ რახან შეუვალი ავტორიტეტი აქვს აბუ-ბაქრს, ამიტომ მათ გამოაცხადეს აბუ-ბაქრი ხალიფად. ხალიფა რას ნიშნავს? ხალიფა ნიშნავს ნაცვალს. ოღონდ ვის ნაცვალს? მუჰამედის ნაცვალს. ალლაჰის, ანუ ღმერთის მოციქულის ნაცვალი. საგულისხმოა ის, რომ ეს პირველი შეკრება აბუ-ბაქრის გახალიფების საკითხი გადაწყდა ისე, რომ ალი და მუჰამედის ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრება ამას. ეს ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაა შიიტების. იქ არის ასეთი დაჯგუფება უკვე პრინციპში ჩვენ უფრო მოგვიანებით იღებს საერთო სახეს ეს, მაგრამ მაინც უკვე საფუძვლები არის. იქ არის ორი დაჯგუფება. ერთი არის აჰლულ სუნნა, ანუ სუნას მიმდევრები და აჰლულ ბეით, ანუ ოჯახის, სახლის, ბეით, ბაითი. ანუ არიან ალის მომხრეები და ფატიმას მომხრეები. და არიან, დავარქვათ ასე, ალის და ფატიმას არა მომხრეები. ასე უფრო სწორი იქნება, ცოტა გაუგებარი ტერმინი ვთქვი, მაგრამ ვთქვათ ასე. აირჩიეს აბუ-ბაქრი. ალისთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ ალის დარწმუნება აიღო თავის თავზე ომარმა, ასევე ძალიან გავლენიანმა კაცმა. იქ არის ორი ვერსია, რომ თითქოს და საკმაოდ რთული საუბარი იყო ალის და ომარ შორის. სუნიტები ამბობენ, რომ ომარმა დაარწმუნა, ალიმ ჩვეულებრივად მიიღო, პრობლემები არ შექმნა, მაგრამ ახლა დავანებოთ თავი, ალი დაეთანხმა აბუ-ბაქრის ხალიფობას. საერთოდ ალის პერსონაა ძალიან საინტერესო რა. დაეთანხმნენ, აბუ-ბაქრი გახდა ხალიფა 622 წელს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ძლიერი მართველი, როცა მიდის, მის შემდეგ მის მემკვიდრეებს პრობლემა აქვთ ერთიანობის, კონცენტრაციის და ასე შემდეგ. მაშინვე დაიწყო არაბულ ტომებში მღელვარებები და აჯანყებები. ძალიან ბევრი ტომი, განსაკუთრებით ბედუინების ტომა გამოაცხადა, რომ ჩვენ ფიცი ვქონდა მუჰამედზე მიცემული, მაგრამ აბუ-ბაქრთან ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს. ჩვენ თავისუფლები ვართ. ამავე დროს საინტერესო ამბები ხდება არაბეთის ნახევარკუნძულზე, განსაკუთრებით სამხრეთში, იემენში, ჰადრამაუთში, იამამში. გამოჩნდნენ სხვა მოციქულებიც, ადამიანები, რომლებიც იჩემებენ, რომ მუჰამედი კი არა, ჩვენა ვართ, ერთი ღმერთის მიმდევრები და ასეთი იყო მაგალითად ცენტრალურ პროვინციაში, იამამში საკმაოდ გავლენიანი კაცი მუსეილიმა, რომელიც ხოთაშორის მუჰამედის დროსაც იყო და ერთხელ შესთავაზა კიდევაც მოკავშირეობა ყურაიშტების წინააღმდეგ მუსეილიმა მუჰამედს, მაგრამ მუჰამედმა უარყო მაშინ ეს კავშირი. დაიწყო აჯანყებები. იემენში, ჰადრამაუთში, ომანში, კუნძულ ბაჰრეინზე, იამამში, იშლება მუჰამედის შექმნილი სახელმწიფო, თეოკრატიული სახელმწიფო და აბუ-ბაქრს მოუწია სასწრაფოდ რეაგირება, სრული კონცენტრირება მოხდა და საინტერესო რა არის, აბუ-ბაქრი ამავე დროს არის მუჰამედის სიმამრი. ხატიჯას მერე მუჰამედს ცოლები ყავდა და ყველაზე ასე ითვლება, რომ ყველაზე საყვარელი ცოლი ხატიჯას შემდეგ იყო აიშა. ანუ აბუ-ბაქრის ქალიშვილი. ანუ აბუ-ბაქრი გარდა მიმდევრობისა არის მისი ახლო ნათესავი, სიმამრეა ბოლოს და ბოლოს მუჰამედის, ხო? აბუ-ბაქრმა დაიწყო სწრაფი მოქმედება და მუსლიმთა სამხედრო შენაერთები ჩამოაყალიბა 11 რაზმად. 11 რაზმად გაყო და დაიწყო აჯანყებების ჩაქრობა. ჩამოთვალეს პროვინციები იემენში, ბაჰრეინში, ჰადრამაუთში, იამამში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ყველაზე უფრო დიდი ბრძოლები და ყველაზე მეტად გაუჭირდათ მუსეილიმასთან ბრძოლა. დაამარცხეს მუსეილიმა, მაგრამ საკმაოდ ძვირი დაუჯდათ მუსლიმებს. ამ ბრძოლაში მარტო 500 მუჰამედის მიმდევარი დაიღუპა. მუჰამედის მიმდევრებს ეძახიან საჰაბებს. საჰაბები არიან თანამბრძოლნი, თანაშემწენი. საჰაბების რიცხვზე არაა ჩამოყალიბებული მოსაზრება, რამდენი უნდა ყოფილიყო, ანუ ვინც იცნობდა, ვინც მის ქადაგებას მოესწრო, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა მუჰამედს, ხო? არის ასეთ სხვადასხვა მონაცემები, რომ 4000-დან 12000-მდე უნდა ყოფილიყვნენ. სულ საჰაბები, ვინც დაიჩემებდა, რომ მუჰამედს იცნობდა. არის კიდე ასეთი მოსაზრება 15000-იც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა მეტი, ანუ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა და მუსეილიმასთან ბრძოლაში მარტო ასეთ საჰაბი 500 კაცს დაიღუპა. ეს 500 კაცი ვინ არის? ეს არის ის ხალხი, ვინც იცის ზეპირად ყურანის სურები. მუჰამედისგან იცის, დაიზეპირეს, ხო? დანაკარგი ისეთი იყო, რომ აბუ ბაქრთან მივიდა ომარი და უთხრა, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ ჩვენ. იმიტომ ბევრი იხოცება, დროც გავა, ცოდნეები გარდაიცვლებიან, ვინც ზეპირად იცის ყურანი, ამიტომ ვიფიქროთ, რომ რაღაცა ერთი სახე მივცეთ და წერილობითი სახე მივცეთ. მოიწვიეს განათლებული კაცი ზეიდ იბნ საბიტი. წერა-კითხვის მცოდნე, რომელსაც დაევალა ეს მოაგროვე. დაიწყეს მოგროვება. აგროვებდნენ ყველგან, მექაში, მედინაში, იემენში, ყველგან, ვისაც კი რამე ქონდა. უმეტესწილად ეს იყო პალმის რტოებზე, პალმის ნეკნებზე, ასე ეძახიან კიდე, პალმის ნაწილი არის ასეთი, იმაზე დაწერდნენ, ქვებზე და რაც თავარია, დაუძახეს იმ ხალხს, ვინც ზეპირად იცოდა ყურანის სურები. ზოგმა ერთი ნაწილი იცოდა, ზოგმა მეორე ნაწილი იცოდა, მთლიანად ახლა ასე ვერ იტყვი, რომ ვინმე სწოდნოდა. თუმცა იყვნენ ასეთი ადამიანები. ზეიდმა დაიწყო ესა, მაგრამ აბუ ბაქრი ვერ მოესწრო ამას, მაგრამ მასალები შეგროვდა. მის დასრულებას აბუ ბაქრი ვერ მოესწრო. და პრინციპში მალე გარდაიცვალა 2 წელიწადში აბუ ბაქრი გარდაიცვალა. აბუ ბაქრის დროს მოხდა პირველი დაზვერვითი ლაშქრობები ბიზანტიასა და ირანში. დიდი სამხედრო წარმატებები არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული ინფორმაციების შეგროვება ბიზანტიელების და ირანელების სახელმწიფოების შესახებ ხდებოდა ასეთი სამხედრო სადაზვერვო ოპერაციები. ამ დროს ბიზანტია და ირანი სასტიკად დასუსტებულები არიან, დაასუსტეს, 7 წლოვანი პერმანენტული ომები ჰქონდათ. ძალიან დასუსტებულია ორივე იმპერია. აბუ ბაქრის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ ძლიერი იყო ალის დაჯგუფება, მაგრამ შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს ასევე ომარი, ანუ უმარ იბნ ალ-ხატაბი. სრული სახელი ასეთი არის, რომელიც გახდა ხალიფა 634 წლები. საინტერესო რა არის, რომ ომარიც სიმამრეა მუჰამედის. ის აიშას მამა იყო აბუ ბაქრი, ომარი არის ხაფსას მამა, მუჰამედის მეორე ცოლის მამა არის. ანუ ისიც ახლობელია, ნათესაური კავშირი აქვს მუჰამედის ოჯახთან, ხო? ის არის ალადის ტომიდან, ყურაიშიტების კლანი, ალადის კლანი არის, ხო? ომარს დიდი ავტორიტეტი აქვს ძალიან, ომარი გამოირჩეოდა სიმკაცრით, მაგრამ სამართლიანობით. წარმოუდგენლად პატიოსანი ადამიანია. საკმაოდ ისეთი ხასიათი ჰქონდა. არ იყო მშვიდი კაცი, იყო ემოციური კაცი, იყო ემოციას ატარებდა ყოველთვის, მაგრამ იყო ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ეს იყო, რომ იყო ძალიან სამართლიანი კაცი. სწორედ ომარი არის საფუძველთა საფუძველი
სახალიფოს ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ აბუ-ბაქრის მანდამენტს ბევრი რეფორმები არც გაუტარებია და ვერც მოასწრო, 2 წელია. ომარის დროს იწყება დიდი დაპყრობითი ომები, კერძოდ ირანის წინააღმდეგ და ბიზანტიის წინააღმდეგ. ცნობილი ბრძოლები არის იარმუქთან ბიზანტიელების არმია გაანადგურეს, სარდალი არის ის ხალიდ იბნ ვალიდი, ცნობილი გენერალი, რომელიც უჰუდის ბრძოლაში მუჰამედის წინააღმდეგ იბრძოდა, მერე ისლამი მიიღო. ხალიდ იბნ ვალიდმა გაანადგურა ბიზანტიის არმია. ასევე მოხდა დიდი ბრძოლა, 2 ბრძოლა კადისიასთან და ნაჰავანდთან, სადაც სპარსელები გაანადგურეს სასანიდების ჯარი. და მოხდა მესოპოტამიის დაპყრობა. მთლიანად ირანის არა, მაგრამ მესოპოტამია დაიპყრეს. დაიპყრეს ეგვიპტეც, დაიპყრეს სირიაც. გვახსოვს, ომარის დროს მოხდა იერუსალიმის დაპყრობაც. ხო? მან დაიწყო საინტერესო რა, ამ დაპყრობილ ქვეყნებში მან დაიწყო სამხედრო ბანაკების შექმნა. ანუ არაბები რო იკავებდნენ ქვეყანას, გარნიზონებს ნაკლებად აყენებდნენ, ახლა უკვე პირველად ისინი გავიდნენ არაბული სამყაროს მიღმა, ისლამური სამყაროს მიღმა. აქამდე რასაც ყვებოდით, ეს იყო შიდა არაბული და შიდა ისლამური თემები, მაგრამ ახლა პირველად უკვე გავიდნენ სხვა პროვინციებში, სადაც სხვა იმპერიებია, სხვა ხალხები ცხოვრობს, სხვა რელიგიებია. ირანში მაზდეიანობა არის, ბიზანტიის იმაში რა ქვია, პროვინციებში, ეგვიპტეში, სირიაში უკვე არიან ქრისტიანები. ზოგი დიოფიზიტი, ზოგი მონოფიზიტი, ხო? ამიტომ ახალი ადმინისტრაციული სისტემა შემოიღო ომარმა. შემოიღო რა? პირველი რითაც გარანტია რა არის, ეს სამხედრო ძალა. ამიტომ ამ პროვინციებში მან დაიწყო სამხედრო ბანაკების შექმნა. ქალაქებში არ არიან, მაგრამ დიდ ქალაქებთან ადრე ახლოს არიან. მაგალითად, ასეთ სამხედრო ბანაკი იყო კაირო, დღევანდელი ეგვიპტეს დედაქალაქი. ასეთი ერაყში, ასეთი იყო ჩრდილოეთში კუფა. ეს დავიმახსოვრეთ, კუფა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბანაკი იყო და ქალაქ ბასრასთან ახლოს ასევე სამხედრო ბანაკი არის, ხო? ამითი აკონტროლებენ ისინი. მან შემოიღო ადმინისტრაციული ტერიტორიული რეფორმა გაატარა და რაც მთავარია, ომარმა მიიღო კანონები დაპყრობილი ხალხების და არამუსლიმების მიმართ. აი, დაიპყრეს ხო ქვეყანა, როგორ უნდა მოექცნა. ისლამურ ადმინისტრაციული სამართალი იცნობს ასეთ ტერმინს ზიმია. რას ნიშნავს ეს? ზიმია არის პირდაპირ ორ თარგმნოთ შეთანხმების ხალხი. ან ხალხი, რომელთანაც შევთანხმდით. ზიმიები არიან არამუსლიმები. უმეტესწილად ესენი არიან ქრისტიანები, ებრაელები, მაზდეიანებიც, ხო? როგორ უნდა მოექცეთ მათ? დაიდო ასეთ ხელშეკრულება ზიმიებთან, რომ გარანტიები და ვალდებულებები. გადასახადები. ომარმა დაადო გადასახადი არამუსლიმებს ჯიზია, ეს არის რელიგიური გადასახადი. თქვენ უნდა გადაიხადოთ ჯიზია. გარდა ამისა, მიწაზე გადასახადი, ეს არის ხარაჯა. ხარჯი, იქიდან მოდის სიტყვა. და გარდა ამისა, მუსლიმებისთვის ცალკე დააწესა გადასახადი უშრი. უშრი არის მიათედი. თვითონ მუსლიმების. ანუ ხარაჯა და ჯიზია არის ზიმიებისთვის და უშრი არის მუსლიმებისთვის. ახლა ეს გადასახადი რას აძლევს დაპყრობილ ხალხებს? პირველი, რა აეკრძალათ დაპყრობილ ხალხებს? აეკრძალათ იარაღის ტარება. აეკრძალათ ახალი საკულტო ნაგებობების აშენება. ძველი რჩება, ხელს არ ახლებენ, სრული ავტონომია აქვთ. მაგალითად, ზიმიებს აეკრძალათ ღამე მოგზაურობა. ქალაქის დატოვება არ შეიძლება, ღამე სახლში უნდა იჯდა. ზიმიებს აეკრძალათ განსაკუთრებული ყველანაირ ტანსაცმლის ტარება, განსაკუთრებული ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა. ზიმიებს აეკრძალათ ერთ სართულზე მაღალ სახლში ცხოვრება. საკმაოდ ისეთი დამთრგუნველი კანონებია, მაგრამ მუსლიმებს აქვთ ასეთი ამბავი. რას ამბობენ? სამაგიეროდ ზიმიები დაცულები არიან ფიზიკურად, არამ ხელს არ კიდევს არც მათ ქონებას, არც მათ საკულტო ნაგებობებს.
და რაც მთავარია, განთავისუფლებული არიან სამხედრო ბეგარასგან. ზიმიები არ იბრძვიან. ზიმიებს ევალებათ მუსლიმი, რომელსაც ღამე დაათენდება, უნდა მიიღონ, უმასპინძლონ, საჭმელი აჭამონ, გაისტუმრონ, ღამე გაათევიონ. ზიმიებს ევალებათ, თუ მუსლიმს ვირვე მოსდევს მოსაკლავად, უნდა გადაარჩინონ. ასე რომ ეს გადასახადები უშრი მუსლიმებისთვის, ხარაჯა და ჯიზია ზიმიებისთვის. ახლა დღესაც მიდის საუბარი, რომ აი ეს იყო დამთრგუნველი, ეს არ იყო თანასწორობა, ეს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი შუა საუკუნეებს. ხო? ახლა ჩვენ შეიძლება ჩვენი მდგომარეობით გამსაზღვროთ, მაგრამ ახლა მაშინ სხვა სიტუაციაა. ხო? ომარი გამოირჩევა განსაკუთრებული პატივისცემით და განსაკუთრებული პატიოსნებით და ის მედინაში ცხოვრობს. მაგალითად, მან განავითარა სავაჭრო გზები, ხელს უწყობს სავაჭრო გზებს, აყვავება დაიწყო ხალიფატმა. როცა ეგვიპტე დაიპყრეს, ეგვიპტე იყო ბეღელი. სოფლიოს ბეღელი იყო, ყველაზე მეტი ხორბალი მოდიოდა ეგვიპტეში და ამბრე სხვა პროვინციებს ყოველთვის შიმშილობის პრობლემა ჰქონდა და ომარმა გადაწყვიტა ეს პრობლემა, კერძოდ რა ქნა მან. ეგვიპტეში ნილოსიდან წითელ ზღვამდე იმპერატორ ტრაიანეს მიერ იქნა ადრე რომის იმპერიის დროს იყო გაყვანილი არხი, რითაც ნილოსი უკავშირდებოდა წითელ ზღვას. მაგრამ მერე საუკუნეების განმავლობაში ეს უდაბნომ წაიღო და ამოივსო და რაღაც მეხსიერებდა. ომარს უთხრეს, რომ არისო ამის საშუალება. ანუ ეგვიპტიდან ხორბლის გამოტანის პრობლემა იყო, ტრანსპორტირების პრობლემა იყო. ომარმა აღადგინა ეს არხი, ტრაიანეს არხი და ეს ზღვასავით დაიძრა ეს ეგვიპტური სიმდიდრე, ხორბალი, მარცვლეული, საჭმელი, სასმელი, ესა. გაივსო იმპერიის დანარჩენ, განსაკუთრებით ჰიჯაზს, მექას და მედინას, ამის შემდეგ შიმშილის პრობლემა არასდროს არ ჰქონია, რომელიც ხშირად დგებოდა მოუსავლიანობის გამო. ომარი 10 წელია მართავს, მაგრამ მოხდარა ერთ-ერთი ლოცვის დროს მას დაესხა ესეთი ადამიანი სახელად ფირუზი. სხვადასხვა მოსაზრება არის, ზოგი ამბობს, რომ ეს ფარული მაზდეიანია, ზოგი ამბობს, რომ ფარული ქრისტიანია. ახლა რატო დაესხა მას? ეს ფირუზი ხელოსანი იყო, რომელიც სპარსეთთან გადმოსახლდა, მექაში ცხოვრობდა, მედინაში ცხოვრობდა, ბატონი ყავდა თავის მას და ერთხელ ომარს შეხვდა, გადაეყარა და თხოვა ხალიფას, რომ ეს ჩემი ბატონია, ცუდად მეკცევა. და ბევრი გადასახადი დამადო და იქნებ ჩაერიო და ომარმა უთხრა, რომ უნდა მოითმინო. თუმცა არის ვერსია, რომ მე აპირებდა თითქოს და ომარი, რომ იმ ბატონისთვის ეთქვა წესიათ მოიქეცია. მაგრამ აქედან ჩანს რა, რომ ხალიფა ხალხთან ურთიერთობებში, ჩვეულებრივ ურთიერთობებში. ამ კაცს ამ ფირუზს ქვია მეორე სახელიც, აბულულუ. აბულულუ დაესხა ომარს თავზე და დაარტყა დანა ხანჯალი. ზოგი ამბობს, რომ 16 ჭრილობა, ზოგი ამბობს 3 ჭრილობა. მერე იყოფა ვერსიები, რომ მერე თვითონ თავი მოიკლა, როცა გამოეკიდნენ. მაგრამ არის შიიტური ვერსია, რომ ეს გადარჩა, გაიქცა და სხვათა შორის ირანში არის ასეთი დღესასწაული, სადაც ზეიმობენ ომარის მკვლელობას შიიტები. ეს ფირუზი ითვლება ზოგიერთი შიიტისთვის გმირი. ისინი თვლიან, რომ ისიც მუსლიმი იყო. ასე ითვლება. ომარი გარდაიცვალა, მაგრამ ომარს ჰქონდა დაბარებული ასეთი რა, როგორ უნდა მოხდეს არჩევა ხალიფას. მან შექმნა საბჭო. საბჭოში შედიან ალი, ოსმანი, ტალხა, აზუბაირი, აბდარაჰმანი და საადი. ესენი არიან ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე მუჰამედის მიმდევრები. ამ საბჭომ უნდა აირჩიოს შემდეგი ხალიფა. ძალიან ბევრს ეგონა, რომ ალი შეიძლება გამختارიყო, იმიტომ ალი ზღვაწლი არის დაუფასებელი. ახლა
როცა არის საუბარი აბუ-ბაქრი, ომარი თუ ალი, აი თანასწორად არიან რა, ვერ იტყვი რომ რომელი აბუ-ბაქრს თავისი უპირატესობები ჰქონდა, ომარს თავისი უპირატესობები, ალი საერთოდ სიძეა და თავარი ისლამის მახვილი, ისლამის ლომი ასე ეძახოდნენ, სხვათა შორის ალეს. მაგრამ არ აირჩიეს ალი, აირჩიეს ოსმანი. უსმან აფანი. ოსმანი არის ბანუ უმაიას ტომიდან. ეს ბანუ უმაია არის, რის მეთაურიც იყო აბუ სუფიანი გახსოვთ, მთავარი მტერი მუჰამედის. გარდა ამისა, უსმანი არის სიძე მუჰამედის. თან არის ორგზის სიძე. ანუ ჯერ მას ყავდა მუჰამედის ქალიშვილი რუქაია ცოლად, რუქაია რო გარდაიცვალა, მერე მოიყვანა მეორე მისი ქალიშვილი უმულ კუსუმი. ამიტომ ოსმანს ეძახიან ორჯერ განათლეული, ორჯერ გაწყინებული, ასე ეძახოდნენ, რომ ბედნიერი კაცი იყო, რომ მოციქულის ორი ქალიშვილის მეუღლე იყო. ოსმანი არის განათლებული კაცი, წერა-კითხვის მცოდნე კაცი. და ამავე დროს არის ძალიან მდიდარი კაცი. აი მაგალითად მე ისე ინფორმაციისთვის ოსმანმა როცა ალიმ და ფატიმამ იქორწინეს, ოსმანმა ალის უყიდა ძალიან ძვირფასი აბჯარი. და გადაიხადა მახრი, ფატიმას მახრი გადაიხადა ალის მაგივრა. მახრი არის შესატანკმარი, როცა აძლევს ფულს ან ქონებას თავის ცოლს, რომელიც იმ ცოლს ეკუთვნის მუდმივად. ბზითევი დავარქვათ ასე, ხო? და რაც თავარი ოსმანის დროს დასრულდა ყურანის რედაქცია. აი ცნობილმა ზეიდ იბნ საბიტმა საბოლოოდ დაასრულა ყურანი. რა მივიღეთ, რა პროდუქტი მივიღეთ. ყურანი ვიცით, ისლამური გადმოცემით, ისლამური ვერსიით, რომ ეს არის ალაჰის სიტყვები, რომელიც მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა აუწყა მუჰამედს და მუჰამედი არის გამტარი, რომ ხალხისთვის გადაეცა. ესა ბოლო ბეჭედი, ბოლო სიტყვა ალაჰის, ხო? ყურანის კორპუსი შედგება 114 სურადან. იყოფა ასე, ხო? იყოფა ორად, არის მექური სურები და არის მედინური სურები, ხო? ანუ მექაში დაწერა ჰიჯრამდე, ანუ გადასვლამდე მედინაში და მერე შემდეგ, ხო? და ეს არის მთავარი წიგნი, მთავარი გზამკვლევი ყველა მუსლიმის. ეს არის წმინდა სიტყვა ალაჰის, რომელიც არ იცვლება და არ შეიცვლება არასდროს. ხოთეშორის როცა მუჰამედი უკვე ამთავრებდა თავის სამქვეყნიურ მოღვაწეობას, მან ასეთი რამე დაუბარა თავის მიმდევრებს, რომ მე ორ სიმდიდრეს გიტოვებთ. ერთი ეს არის ყურანი, და მეორე ეს არის ჩემი ოჯახი. პირველსო ალაჰი დაიცავს. ღმერთი დაიცავს. თქვენი დაცვა არ ჭირდება. მეორე თქვენ უნდა დაიცვათ. ეს გავითვალის, ეს შიიტების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. მოგვიანებით მერე, ხო? გარდა ამისა, ყურანს ერთვის ჰადისები, გითხარით მე თქვენ, ჰადისები ეს არის სუნას კორპუსი, ხო? საღვთო კანონმდებლობა, სადაც არის ჰადისები არის ამბები, მოთხრობები მუჰამედის შესახებ. ეს არის რელიგიური, ადმინისტრაციული, ცხოვრებისეული, მისი სიტყვები, მისი ფიქრები, სხვათა შორის მისი დუმილიც. აი თქვათ რაღაცა რო შეეკითხნენ და არ გასცა, პასუხი არ გასცა არავის. ესეც ჰადისი. ჰადისები იმდენია, რომ საბოლოო ჯამში არავინ არ იცის რამდენი. ჰადისების რაოდენობა რამოდენიმე 10,000-ია. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰადისოლოგი და ვინც ჰადისები შექმნა, ეს არის ალ-ბუხარი. სხვათა შორის გვიან ცხოვრობდა ეს მე-19 საუკუნეში. არის ასეთ გადმოცემა 700,000 ჰადისი გაიარა, მაგრამ დაადასტურა 7,400, ხო? არიან ჰადისების ავტორები იბნ ტაიმია, აბუ დაუდი, ალ-ბუხარი,
ტირმიზი, რავი, ბევრი არიან ავტორიტეტული, ხო, მაგრამ არის ჰადისები, რომელიც არის ძლიერი, ასე ეძახიან და არის სუსტი ჰადისები. რა იგულისხმება ამაში? ჰადისად ითვლება ის ამბავი, ჰადისები ჩაწერილია მე რამოდენიმე საუკუნის მერე, მათი კლასიფიცირება მოხდა, მაგრამ ჰადისი რო ძლიერი იყოს, უნდა დაადასტუროს, ვინ მოგიყვა შენ, ვინც შენ მოგიყვა, იმას ვინ მოუყვა, იმას ვინ მოუყვა, იმას ვინ მოუყვა, ანუ უნდა ჩავიდეს მუჰამედამდე ეს ამბავი. და ამ მომყოლებს შორის რამოდენიმე კაცი შეიძლება იყოს, რამოდენიმე თაობა, არც ერთი არ უნდა იყოს ცუდი ავტორიტეტის. ან მატყუარ არ უნდა იყოს, ან ბოროტი კაცი არ უნდა იყოს, ან რაღაცა უბედურება არ უნდა იყოს. ანუ კარგი ადამიანების მიერ გადმოცემ. თუ ესეთი წვეტა არის, არის სუსტი ჰადისი. არ ითვლება. ამიტომ საკმაოდ შრომატემადი საქმე იყო ჰადისების წერა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მაგრამ რიცხვი არავინ არ იცის რამდენი. იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცას თვლის, ძლიერ ჰადისად, ვიღაცა არ თვლის. არის სუნიტური ჰადისები, რომელსაც არ აღიარებენ შიიტები, არის შიიტური ჰადისები, რომელსაც არ აღიარებენ სუნიტები, მაგრამ არის საერთო ჰადისები, რომელსაც ორივე აღიარებს. შიიტებიც, სუნიტებიც, ხო? ნუ მოხდა საბოლოო ჯამში ყურანი გამოიცა, გადაიწერა, როცა სამდე მიიტანდნენ საბოლოო სახე, 5 ვერსია მიიტანა ზეიდმა, 5 ვერსიად ჩაწერილი იყო. და აირჩია ერთი ვერსია ოსმანმა აირჩია, დანარჩენები განადგურდა. ის მასალებიც, რომელიც აბუ-ბაქრის დროს დაიწყეს შეგროვება და თქვათ ომარის დროსაც აგროვებდნენ, დანარჩენები განადგურდა. რამოდენიმე ეგზემპლარი დაიდო და იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში გაიგზავნა კუფაში, გაიგზავნა ბასრაში, გაიგზავნა ეგვიპტეში, რომ იქ მყოფ მუსლიმებს არევა არ დაეწყოთ. ხო? თუმცა ამ ვარიანტის მიმართ მერე ჩდება პრეტენზიები, მაგალითად შიიტების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იქ სურები არის ამოღებული, რომელიც და აიათები, რომელიც ეხება ალის. ამოყრილია ასეთი პრეტენზიები იყო. მოგვიანებით ხარიჯიტებს უჩნდებათ იქ გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველამ აღიარა ეს და დღეს რაც აგვაქვს ჩვენ ყურანი, ეს არის ოსმანის რედაქტირება. ამიტომ ოსმანის 8 წლი ამ თვალსაზრისით მართლა განუზომელია. ხალიფატი შექმნა ომარმა, ყურანის რედაქცია გააკეთა ოსმანმა. მაგრამ ოსმანს აქვს ერთი სერიოზული პრობლემა. მის დროს დაიწყო კორუფცია იმპერიაში. საშინელი კორუფცია და საშინელი ნეპოტიზმი. აღარ აქცევს ყურადღებას ახარც მუჰაჯირებს, აღარც ანსარებს და თანამდებობებზე ნიშნავს ომაელების გვარიდან, ანუ ბანუ უმაია, ხო, ომაელების გვარიდან თავის ნათესავებს ნიშნავს რა ყველგან. ამან დიდი უკმაყოფილებები გამოიწვია. მის დანიშნული გუბერნატორები კორუფციებში არიან ჩაფრულები. გამოიწვია წინააღმდეგობა ალის, აიშას, მუჰამედის მეუღლის, თალხასი და აზუბაირის, ეს დიდი აი საბჭოში ვინ შედიან და პრეტენზიებზე მოდის. მერე მოხდა ასეთი ამბავი, რომელიც დღესაც მიდის გარკვევა და საბოლოო ჯამში არ არის გარკვეული. ეგვიპტიდან ჩამოვიდა 500 ეგვიპტელი მუსლიმი. სხვათაშორის კუფიდანაც, ბასრიდანაც და კუფიდანაც არიან ჩამოსულები, რომლებიც ხალიფასთან მივიდნენ პრეტენზიებით. საზოგადოება როგორია ხალიფასთან შეგიძლია პრეტენზიით მიხვდა. და ეგვიპტელები ეუბნებიან, რომ შენი დანიშნული გუბერნატორი არის მექრთამე. ცუდ საქმეებს აკეთებს, არ არის პატიოსანი, ატყავებს ზიმიებსაც და ატყავებს მუსლიმებსაც. მიიღე რეაგირება გააკეთე, გადააყენე. უსმანი თხოვს შუამავლობას ამ ეგვიპტელებთან, ეგვიპტელ მუსლიმებთან ალის ათხოვს და ალი ჩაერია. ალის ავტორიტეტი შეუვალია.
ალი ჩაერია და ალის გარანტიებით ისინი დაბრუნდნენ უკან, მან მისცა პირობები, რომ კი ჩავერევი, გავარკვევ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ხდება ასეთი ამბავი. როცა ეს 500 კაცი მიდის ეგვიპტეში, მათ გზაში დაიჭირეს მხედარი. დაიჭირეს მხედარი და აღმოჩნდა, რომ არის ხალიფას შიკრიკი. აღმოუჩინეს წერილი. ამ წერილში წერია რა, რომ ხალიფა ეგვიპტის გუბერნატორს ეუბნება, რომ აი ესენი რომ ჩამოვლენ დასაჯე. აი ეს მომჩივანები. ესენი გამწარდნენ და მობრუნდნენ უკან. და ალყა დაარტყეს ხალიფას სახლს. ოსმანი ამბობს, რომ მე აფეშვაში არ ვარ, სხვათა შორის ალიც ადასტურებს ამას, რომ ოსმანი აფეშვაში არ არის. ეს დოკუმენტი შექმნა მერვანმა, ოსმანის ნათესავმა და ამავე დროს მდივანმაც. საბოლოო ჯამში მაინც ასე გამოდის, რომ აი შიიტების და სუნიტების თანხმდებია, რომ ოსმანი არ იყო არაფერშვაში და მერვანის ბუდიში და ნაჩალიჩებია ეს. მერვანის ინტრიგები ხო დავარქვათ ასე ხო, მაგრამ ძალიან ძიმე სიტუაცია ამ ეგვიპტელებში ბევრი ალის მომხრეები, სხვათა შორის ამ მოაჯანყეებში სხვებით შეუერთდნენ მედინის მკვიდრებიც, იმიტომ რომ აი კორუფცია და ნეპოტიზმი აუტანელია იმპერიაში. სხვათა შორის ერთ-ერთი მეთაური ამ მეამბოხეების არის აბუ-ბაქრის შვილი, პირველი ხალიფას. საბოლოო ჯამში რა მოხდა, არავინ არ იცის რა. არის ვერსია, რომ თითქოს შეთანხმდნენ ალის შუამავალად. ხო, ალიმ რომ დაიცვას ხალიფა, თხოვა ოსმანმა რომ დამიცავია. ორივე მისი შვილი, ჰასანი და ჰუსეინი იარაღით იცავს ხალიფას და ალყაში არის რა. 40 დღე გაგრძელდა ეს ალყა. გადაუკეტეს წყალი, ითხოვენ გადადგომას ხალიფას. სახალხო განწყობები მანდამაინც ამბოხების საწინააღმდეგო არ არის, იმიტომ როგორც ჩანს უკმაყოფილება დიდი იყო ოსმანის მიმართ და მისი კლანის მიმართ, ომაელების მიმართ. ამ დროს სირიაში გუბერნატორად ზის ოსმანის ნათესავი მუავია. დავიმახსოვთ, ეს ის მუავია, გახსოვთ აბუ სუფიანი, ტერი მუჰამედის ერთ-ერთი მთავარი, ვისმა ცოლმაც ჰამზა მოაკვლევია. აი იმ აბუ სუფიანის შვილია მუავია, გუბერნატორის სირიის. ეს არ დაგვავიწყდეს ამ მნიშვნელობა. ეგვიპტის გუბერნატორი. სირიის გუბერნატორი. სირიის ყველაზე მდიდარი პროვინციის ეგვიპტე და სირია იყო. და საბოლოო ჯამში არის რაღაც ვერსია, ვითომ ოსმანის ერთ-ერთმა მცველმა ქვა გადმოაგდო აიუნიდან და ზოგი ამბობს, რომ მოკვდა, ზოგი ამბობს, რომ დაიჭრა ერთ-ერთი მიამბოხე. მერე თითქოს მეზობელი ეზოდან გადმოვიდა რამოდენიმე, მათ შორის ეს აბუ-ბაქრის შვილი, ზოგი ამბობს, აბუ-ბაქრის შვილი არ არის მკვლელი, ზოგი ამბობს, რომ არის მკვლელი, გაურკვევლად არის. ერთ სიტყვით, რამოდენიმე კაცმა შეაღწია ხალიფას ოთახში, სადაც ის ყურანს კითხულობდა, ახალ გამოცემულს, ახალ დამტკიცებულს და მოკლეს ხალიფა ოსმანი. ანუ უკვე რამე ვიღეთ ჩვენ, მეორე მოკლული ხალიფა. ომარი მოკლეს, ოსმანიც მოკლეს. აი აქ იწყება უკვე ფიტნა. ფიტნა რა არის? ფიტნა არის თანამედროვე ენაზე არის ომი, სამოქალაქო ომი. ისე რომ გადამოვთარგმნოთ აი არაბული სიტყვიდან, ხო? ეს არის ძალიან ესეთი მრავალის შინაარსის არის, ეს არის არეულობა, ესაა გამოცდა, ეს არის ღვთისრისხვა, ბევრი რაღაცები. სამოქალაქო ომი დავარქვათ. მოკლეს ოსმანი. კანდიდატურა უკვე არის მარტო ალის, მაგრამ ერთი ამბავი ხო, რაც მთავარია ოსმანის კორუფციის წინააღმდეგ მიდის აიშაც, მუჰამედის ცოლის ქვრივი და ზუბაირა და აზუბაირა და ეს რა ქვია. ტალხაც, საბჭოს წევრები, ხო, მაგრამ ვალი აირჩიეს. მაგრამ მოხდა ერთი რამე რა. იმ მუავიამ სირიიდან შემოითვალა, რომ სანამდე მკვლელებს არ გადმომცემთ, მე ალის ფიცს არ მივცემ. სირიის გუბერნატორი.
ოსმანის ნათესავი. ალის პოზიცია ხშირი ყოველთვის ამას ალის პოზიცია არის რომ მე როგორ უნდა გადმოგცე შენ თუ ფიც არ მაძლევ მე კერძო პირი ვარ მომეცი ფიცი და მე გადმოგცე დაგსჯი სხვათა შორის ეს პრეტენზიები არის ალის მიმართ აიშას მხრიდანაც და სხვების მხრიდანაც რომ აი ნუ რატო არ დასაჯერ ნუ არ დაისაჯენ ესენი რა მკვლელები თუმცა ისიც არაა გარკვეული ვინაა მკვლელი იმ ოთახში რა მოხდა არან არ იცის და მოავიამ სირიაში გამოაცხადა ესა დაუმორჩილებლობა ალის არ დაემორჩილა ალის გამოუცხადეს დაუმორჩილებლობა აიშამა აზუბეირმა და ტალხამაც რომლებიც გადავიდნენ მექაში ეს სულ ყველაფერი მედინაში ხდა დედაქალაქი მედინა გადავიდნენ მექაში დაიწყეს თავიანთი მომხრეების შეკრება ისინიც არ აღიარებენ ალის და ბოლოს გადავიდნენ ბასრაში და ბასრაში მათ ეგულებათ მომხრეები აიშას, ტალხას და აზუბეირას. იქ კრებენ ჯარს, მაგრამ ალიც აღარ აყოვნებს, თავის ჯარით მიდის, იქ კუფა გითხარი ხო, ეს დიდი სამხედრო კუფელები ტრადიციულად ალის მომხრეები არიან და მოხდა ბრძოლა იქ. ეგრეთ წოდებული აკლემის ბრძოლა. რატო აკლემის? იმიტომ ბრძოლის ველზე აიშა იჯდა აკლემს. ბრძოლა დაიწყო, ალის მომხრეებმა დაამარცხეს მეამბოხეები. ტალხა მოკლეს, დაიჭრა და მერე მოკვდა, ზუბეირა გაიქცა და მერე ვიღაც ბედუინმა მოკლა. სხვათა შორის აიშას არ უნდოდა ბოლო მომენტში ომი, თავს იკავებდა, არ უნდოდა ეს და მერე კიდევ ეს ზუბეირა და ტალხა დაესიენ ერთმანეთს, ორივეს უნდოდა ხალიფობა. რო ალის რო დავამხობთ, ან მე ვიქნები, ან შენ იქნები და შეუთანხმებლობა იყო. საბოლოო ჯამში დამთავრდა იმითი, რომ ორივე მეამბოხე მამაკაც დაიღუპა და ალი მტყვეთ აიყვანა აიშა. ამის შემდეგ აიშა პოლიტიკაში აღარ ერევა, ის ბრუნდება იმაში მედინაში და ალიმ ძალიან დიდი პატივით და ყოველგვარი იმის გარეშე ყველანაირ დაფასებით ცხოვრობდა მე სიბერემდე იქ. ხო? მაგრამ დადგა საკითხი ახლა, რა უკნა მოავიას და სირიას? სირია არის უმდიდრესი პროვინცია. მოავია როგორ ჩანს, ახლა ვინმეს მოწონს, ახლა შეიტევს მოწონთ არ მოავია არის კარგი ადმინისტრატორი. მოავიამ ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა იქაურ ქრისტიანებთან. ეს ძველი ბიზანტიური პროვინცია, მაგრამ მოავია აღმოჩნდა ძალიან კარგი ადმინისტრატორი. მოავიას დროს გადასახლა ძალიან ბევრი არაბული ტომი სირიაში, მათ შორის ჰადრამაუტის ტომები, იემენური მებრძოლი ტომები გადავიდნენ და დიდი სამხედრო ძალა ყავს. აქვს ფული, აქვს ქონება. არ ემორჩილება ალის. საქმე მივიდა ომამდე. 657 წელს ეფრატზე, დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე, ქალაქ რაკასთან ახლოს, სიფინის ველზე მოხდა დიდი გრანდიოზული ომი. სხვადასხვა შეფასებები არის, ვის რამდენი ყავდა დაწყებული 70,000-დან დამთავრებული 200,000-მდე, მაგრამ სადღაც აი მეცნიერები, სამხედრო სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სადღაც თითოეულს ყავდა 130,000-130,000-იანი, ანუ გრანდიოზული ომია. მონაწილეობს ყველა. ოჯახებია გაყოფილი შუაში. მამა, შვილი, მამა ერთ ბანაკშია, სირიელი დავარქვათ სირიელების ბანაკში, შვილი კუფელები, ერაყელების ბანაკში, ალის ბანაკში, ხო. დიდხანს ზომეს ერთმანეთი რა. დიდხანს გაგრძელდა ეს. სხვათა შორის ორივე მხარეს იყვნენ ადამიანები, ვისაც არ უნდოდა ეს ომი. იქეთაც, აქეთაც. უფრო არ უნდოდა ალის ომი, ალი არიდებდა თავს ომს. საერთოდ ალი ყოველთვის არიდებდა შარს და ომს თავს, მაგრამ ძალიან ხშირად არ გამოდიოდა ეს. თორემ მისი მომხრეებიც საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ალაშტარი იყო ასეთ სარდალი, ნუ ვერ აჩერებდა იმას რა. საბოლოო ჯამში მოხდა ომი, 3 დღე და ღამე გაგრძელდა გიორგი. დღე წომობდნენ და ღამე წომობდნენ. ძალიან ბევრი ხალხი დაიღუპა. ალის მხრიდან 25,000 კაცი დაიღუპა, მოავიას მხრიდან 45,000 კაცი დაიღუპა. აი მთელი
მთელი აი ნაღები ამ ისლამური უმას ნაღები ეს მეომრები ვისაც მუჰამედი ახსოვდა ეს საჰაბები აუარებელი საჰაბი დაიღუპა და საბოლოოდ გადადის ალის მხარეზე უკვე უნდა გაიმარჯვოს და მოხდა რა მუავიას ბრძანებით ბრძოლის მესამე დღეს ჩამოატარეს ზავის მოთხოვნის წესი იყო არაბებში ასეთი რა მხედარი შუბით და ამ შუბზე ჩამოკიდებულია ყურანი ეს ნიშნავს რომ მოლაპარაკება გვინდა და მუავიას მხრიდან ჩამოიარა ასეთმა მხედარმა ყურანის ეტრატებით და ალი დაეთანხმა თუმცა მის ბანაკში ორად გაიყო მოსაზრება ერთი ნაწილი იძახის რომ არ დავიხიოთ უგან და აგერა ცოტა დარჩა და მოვიგებთ და დამთავრდება ეს ლეგიტიმაციის საკითხი ხოლო მეორე ნაწილი იძახის რომ არ გვინდა რა დაუწყვიტეთ ერთმანეთი ნათესავებს ძმებს შვილებს ხოცავთ საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება გულისხმობს რომ მშვიდობა უნდა ჩამოვარდეს და უნდა შეიქმნას მსაჯულთა საბჭო თითო კაცი თითო მხრიდან რომელმაც უნდა დაადგინოს ეს ლეგიტიმაცია ვინ არის ხალიფა ხო ალი არის ხალიფა თუ არ არის მუავია ვინ არის საერთოდ ეთანხმება თუ არ ეთანხმება დაიდო ხელშეკრულება ორი მხრიდან სხვათა შორის ალი თავის წარმომადგენლად დაასახელა ის კაცი რომელიც მის მომხრე არ იყო აი ალი ასეთი კაცი იყო რა რაღაც სიმპათიებს იწვევს ნამდვილად რა ყოველთვის თავს არიდებდა სისხლის ყრას უფრო მორწმუნე იყო ვიდრე სახელმწიფო მოღვაწე მაგრამ უდიდესი უმამაცესი კაცი იყო მის მომხრეებში გაჩნდა დიდი განხეთქილება და ერთი ნაწილი მისი მხედრობის ამბობს რომ ცუდად იქცევი შენალი იმიტომ რომ ეს ფიტნას ბედი შენი გადასაწყვეტი არ არის და არ ჩენი მომხრეების ამას ალლაჰი წყვიტავს ომი უნდა დამთავრდეს ბოლომდე უნდა მივიყვანო და ალლაჰი გადაწყვიტავს ვინ იქნება გამარჯვებული ვინც გამარჯვებულია ის მართალია შენ არ აქვს უფლება ამის და საბოლოო ჯამში მის არმიას 12000 მხედარი გამოეყო უკმაყოფილები ამათ ხვიათ ხარიჯიტები ხარაჯა გასვლას ნიშნავს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ისლამზე ყოველთვის ვიცით რომ ორი მიმდინარეობა სუნიტები და შიიტები სინამდვილეში მესამეც იყო ხარიჯიტები დღეს დარჩნენ ძალიან ცოტა და ერთადერთ სახელმწიფოში არის ხარიჯიზმი სახელმწიფო რელიგია ეს არის ომანის სასულთნო სხვათა შორის თუ ხართ დაკვირვებული როცა მოლაპარაკებები მიდის შიდა ისლამ ირანელებს და საუდელებს შორის ანუ შიიტებს და სუნიტებს შორის სულ ომანში იგრიბებია თუ ის ნეიტრალური ტერიტორია ასე ჩავთვალოთ რა სხვათა შორის ძალიან მშვიდობიან მათ თავის დროს ძალიან აგრესიული მიმდინარეობა იყო მაგრამ საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდნენ ხო ალი მერთხელ დაამარცხა ეს ხარიჯიტები ალის ემტერებიან ძალიან და ხარიჯიტები თვლიან რომ უბედურება მოდის ორი კაცისგან ალისგან და მუავიასგან ამიტომ ორივე უნდა მოუკლათ რომ ისლამი გადარჩეს და ხარიჯიტებმა დაგეგმეს ეს რომ ერთ დღეს ორივე უნდა მოუკლათ 661 წელს ალი მოკლეს ხარიჯიტებმა მოკლეს რაც შეეხება მუავიაზეც მოაწყვეს თავდასხმა მაგრამ გადარჩა მუავია მივიღეთ რა მესამე მოკლული ხალიფა გრანდიოზული გლოვა არის ალის მომხრეებში ახლულ ბეითში მუჰამედის ოჯახში და მემკვიდრედ გამოცხა ალის ორი ბიჭი ყავს ფატიმასგან სხვა ცოლებიც ყავდა ალის და სხვა შვილებიც ჰასანი და ჰუსეინი რა თქმა უნდა ჰასანი გახდა ხალიფა მაგრამ ცოტა ხანი იყო 6 თვე იყო მარტო ახლა როცა ამბობ ამათ მე რასაც გიყვებთ ამას ეძახიან ისლამში მართლმორწმუნე ხალიფები ანუ არჩეულები არიან მე დინასტიები ვიწყო სუნიტებისთვის არიან ესენ მართლმორწმუნეები აი შიიტები პირველ სამ ხალიფას არ აღიარებენ არც აბუ ბაქრს არც ომარს და არც ოსმანს ისინი მიიჩნევენ რომ ალია მემკვიდრე და გეტყვით რატო
რატო თვლიან ასე, ხო? ჰასანი აირჩიეს, მაგრამ ჰასანი ძალიან მშვიდი და ძალიან ისეთი კეთილმორწმუნე კაცი იყო და იმთავითვე წინააღმდეგი იყო ომის გაგრძელების და მით უმეტეს ახლა მუავია ძლიერ სამხედრო ძალა ყავდა, ალის ბანაკში განხეთქილება იყო, იქ ხარიჯიტები ცალკე თავის ტკივილი იყო, ასე და მუავია და ჰასანი შეთანხმდნენ 661 წელს დაიდო ზავი. შეთანხმება რას ნიშნავს? ხალიფა ხდება მუავია, მაგრამ მუავიას სიკვდილის მერე საბჭო აირჩევს ახალ ხალიფას. საბჭო აირჩევს. მუავიას აეკრძალა თავის მემკვიდრეებზე გადაცემა. და კიდევ მესამე მუხლი იყო ალის მომხრეების ამნისტირება, არავის ხელი არ უნდა ახლოს. მუავია ხალიფა შეთანხმდნენ. მაგრამ 680 წელს მუავია გარდაიცვალა, მაგრამ მან დაარღვია ზავი. მან თავისი შვილი იაზიდი გამოაცხადა მემკვიდრედ. აი აქედან იწყება უკვე ყველაზე რთული ამბავი. საინტერესო რა არის, მანამდე შიიტების პოზიცია არის ასეთი. ერთხელ მუჰამედმა, წინასწარმეტყველმა მოციქულმა მუჰამედმა გადირ ხუმის ეს არაბეთში არის რა ქვია ადგილი არის ასეთი გადირ ხუმი, იქ გამოაცხადა ასეთი რამ, სადაც მრავალი ზოგი ამბობს ასეული, მაგრამ ბევრი ამბობს 1000-ეული მუსლიმი იყო შეკრებილი, მუჰამედმა ხელი მოკიდა ალის და მან გამოაცხადა თითქოს რომ ასეთი ტექსტი მან ქუნთუ მავლახუ ვა ალი მავლახუ რას ნიშნავს ეს ვისთვისაც მე ბატონი ვიყავი იმისთვის იქნება ბატონი ალი ხო შიიტებისთვის ეს არის მთავარი არგუმენტი იმიტომ რომ ორივე მხარე ადასტურებს სუნიტური ჰადისებიც და შიიტური ჰადისებიც რომ ასეთი რამე მუჰამედს აქვს ნათქვამ მაგრამ 14 საუკუნე გიორგი ყოველგვარი გადაჭარბების გარშემო მიდის დავა სიტყვა მავლა რას ნიშნავს არაბულს აქვს ერთ თვისება რა ვიცი ახლა მის სიმდიდრეზეც მეტყველებს მაგრამ გარკვეულ გაუგებრობებსაც ერთი სიტყვა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდეს და ერთმანეთის გამომრიცხავს ან ერთმანეთის მონათესას მავლა რას ნიშნავს ეს შეიძლება იყოს ბატონიც ეს შეიძლება იყოს ფარველიც ეს შეიძლება იყოს მეურვე მოურავი, მემკვიდრე, ადამიანი, რომელიც უფრო მეტად ზრუნავს შენზე, ვიდრე შენ ზრუნავ შენ თავზე. აი ამასაც ნიშნავს. შიიტები ამბობენ, რომ ეს მავლა ნიშნავს, რომ მის მემკვიდრედ გამოაცხადა კაცმა თავი, ვის ალი, მუჰამედმა, მაგრამ სუნიტები ამბობენ, რომ არა, ამას არ ნიშნავს. ალი მან გამოაცხადა მავლად, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ოჯახში მის მერე უფროსი ეს არის, ახლულ ბეითში. დღესაც მიდის დისპუტი მიდის ფილოლოგიური, ენციკლოპედიური, იკრიბებიან, მაგრამ ვერ 14 საუკუნე ვერ თანხმდებიან ამას. მან ქუნთუ მავლახუ ვა ალი მავლახუ. ეს არის საბედისწერო სიტყვა ისლამისთვის, რომელმაც გამოიწვია ეს ფიტნა. ჰასანს დიდხანს არ უცოცხლია და მოკვდა არის სერიოზული ვერსია რომ მოწამლეს ქალმა მოწამლა შიიტები ამბობენ რომ მუავიამ მოაკვლევი მუავიას აბრალებენ ყველაფერს არ ვიცი მართალი მე ვერ გეტყვით ორი ვერსია არის მაგრამ ფაქტი როგორ ჩანს არის რომ მოწამლეს ჰასანი დარჩა მეორე ძმა ჰუსეინი ფატიმას და ალის შვილი, მუჰამედის შვილიშვილი, საყვარელი შვილიშვილი, ჰუსეინ, იმამ ჰუსეინ. დაირღვა ხო, იმან დაარღვია და იაზიდი გამოცხადდა ხალიფად. მაგრამ ჰუსეინმა უნდა შეჰფიცოს. ხო, ახალ ხალიფას. ჰუსეინმა არ შეჰფიცა ახალ ხალიფას, იმიტომ რომ ფაქტია, შეთანხმება დარღვეულია. არაფრით, დარწმუნება იყო იქ მედინის გუბერნატორი, მექის გუბერნატორი, აი ეს მუავიას დანიშნულები, აი ეუნებიან, აი იქნებდა, არ ეთანხმება ჰუსეინი.
ამ დროს კუფიდან მოდის წერილები, სამხედრო ბანაკიდან, ერაყიდან, სადაც ტრადიციულად ალის პოზიციებია, მამამისის. რომ ჩამოდი დაუჯანყდეთ. ჩამოდი დაუჯანყდეთ. ათასობით წერილი მოდის ჰუსეინს. ახლა რომაელებმაც იციან, რომ ასე წერილები მოდა, არ წუნენ, რომ არ გინდა, ნუ იზამ. არ გინდა. მოდის და მოდის, ზღვა მოდის წერილები. დავიფიცებთ, ამას ვიზამთ. არის რომ 100,000 მახვილი მზად არის და ასე შემდეგ და ასე ამ წერილებს წერია. ჰუსეინი აგზავნის თავის ბიძაშვილს მუსლიმს, რომ შეამოწმოს რა ხდება კუფაში და ბასრაში, ერაყში. ჩადის ის ჯერ კარგად ხვდებიან იქა და ჰუსეინს წერილს წერს, რომ აქ მზად არის ხალხი, შენსკენაა ხალხი. და დაიძრა ჰუსეინი. დაიძრა ოჯახით. მთელი მისი ოჯახი ახლულ ბეით, რასაც ქვია. მუჰამედის ოჯახი თავის ცოლებით, თავის შვილებით, სახლეულით და თან ახლავს 72 მისი ერთგული თანამებრძოლი. 72 კაცი ახლავს. სხვადასხვა ციფრებია, მაგრამ რამოდენიმე ათეული შეიძლება ვთქვათ. მაგრამ სამდე გზაში მიდის, იქ გადატრიალდა სიტუაცია და იაზიდის მომხრეებმა ჩაახშეს იქ აჯანყება, უпроსორად მანდამაინც თავი არ გამოიდეს იქა. ეს მუსლიმი მოკლეს. ვისი წარგზავნილი იქ. არ იცის ამან ეს რაც ხდება და მიდის უდაბნო გაიარა არაბეთი და ეფრატს მიუახლოვდა, უკვე ახლოს არის. კუფაც და ბასრაც და გზაზე დახვდა მხედრობა. ჯერ 1000 კაცს, მერე 4000 კაცს დაემატა. ეს არის იაზიდის გამოგზავნილი მხედრობა. აუგზავნეს რომ არა, ვერ ჩახვალ კუფაში. გაბრუნდი უკან და დაიფიცე ერთგულება. ახალი ხალიფას ერთგულება. და გადაუკეტეს გზა წყალთან არ მიუშვეს მდინარესთან. ბლოკადა მოუწყეს, წყალი არ დაალევიეს. არც ბავშვები ახლია. თოთო ბავშვი ყავს ერთ-ერთი თავის. მისი ძმა აბასი იქ არის. ედროშეს ეძახოდა იმას. ვერაფრით, ნუ ავიდა მოლაპარაკება, კი არა, ისე და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ამოწყვიტეს ყველა. და ჰუსეინიც მოკლეს. აი გვინახავს ალბათ ჩვენ შიიტების გლოვა ისე იმი არ ქვია იმას, აშურა ქვია ამას. მუჰარამის თვეს ხდება ესა, როცა ჰუსეინი მოკლეს, შაჰსევი ვახსე, როცა თვითგვემაზე არიან გადასულები, ალბათ გვინახო შავებს ჩაცმული. ესაა გლოვა შიიტების. Bank of Georgia. ეს არის ჰუსეინის მიმართ შიიტების, აი ალის მომხრეების. ხოთა შორის სუნიტებს თავისი სიმართლეც აქვთ რა. ახლა როცა სუნიტები ჯავრობენ ამას ჰუსეინის დაღუპვას, არ არის ასე, არავის არ უზეიმია. სუნიტები თვლიან, რომ ცუდი ამბავი მოხდა, კერბელასთან მოხდა, ადგილი კერბელა. ეს არის შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქი. სუნიტები ამბობენ, რომ ცუდი ამბავი იყო ესა და ეს არის კატასტროფა ჩვენთვის, ყველასთვის. როგორ შეიძლებოდა ალის შვილის კვლელობა და მუჰამედის შვილის კვლელობა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს იმ კუფელების ბრალია, რომლებიც შეპირდნენ და არ მიეხმარნენ. არ გამოჩნდნენ კუფელები. არ მიეხმარნენ ჰუსეინს. აი სულ მიდის ამას დაავარო, აი ჩვენი ბრალი კი არა, იმათი ბრალია. არა, იმათი კი არა, თქვენი ბრალია და ნუ ესა გაუთავებელ 14 საუკუნე მიდის გიორგიეს უკვე. ამათი შერიგება მე არ ვიცი ამ საკითხში. თუმცა არიან ახლა მუსლიმ მოღვაწეები შუა საუკუნეებშიც იყვნენ განათლებული ხალხი, ვისაც ცდელობა ჰქონდათ შერიგების. ახლა ეს უფრო დიდი წინააღმდეგობაა ვიდრე კათოლიკებს და მართლმადიდებლებს შორის. ახლა კათოლიკებს და მართლმადიდებლებს შორის განხეთქილების თავი თემა იყო ფილიოკვე. ანუ ძეც, იმიტომ რომ
ჩვენ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ სული წმინდა მამაღმერთისგან გადმოდის, კათოლიკები ამბობენ, რომ ფილიოკვე ნიშნავს ძისგანაც გადმოდის, ან იესო ქრისტესგანაც გადმოდის და ამას მოყვა ეს ამბავი, მაგრამ აქ სისხლია დაქცეული, გიორგი. ჰუსეინი მოკლეს, ხო? ამიტომ არის შეურიგებელი ამბავია რა, აუტანელი ამბავია რა, არ პატიობენ ამას რა. ხო? ამიტომ საბოლოოდ განიპო ეს ორი მოძრაობა, აჰლულ სუნა და აჰლულ ბეით. ანუ სუნას ხალხი და ესა ოჯახის სახლის ხალხი. ხო? საბოლოო ჯამში მივიღეთ განპობილი ისლამი. ხარიჯიტებს ჰქონდათ პრობლემა ორივეს, და სუნიტებიც და შიიტებიც ებრძოდნენ, იმიტომ ძალიან რადიკალები იყვნენ ისე. ბოლოს ამოწყვეტას წავიდნენ ხარიჯიტებს, იმიტომ რომ ისინი საერთოდ ორივე მხარეს ებრძოდნენ რა. საკმაოდ შეურიგებელი ხალხი იყო ისე. ახლა ომანში ცხოვრობენ 7 წმარად, ხო? ახლა როგორ მოდის უკვე მივიღეთ შიიტები. შიიტები ამბობენ, რომ მემკვიდრე არის იმამი. არავითარი ხალიფა. და ეს იმამი აუცილებლად უნდა იყოს ალის ოჯახიდან. და 12 იმამი ყავთ. მე-12 იმამი იყო მუჰამედ იბნ ალ-ჰასანი, რომელიც მე-10 საუკუნეში 951 წელს გაქრა, დაიკარგა. შიიტები ამბობენ, რომ მიიმალა, ფარული იმამი ქვია ამას და ის არც გარდაცვლილა, გამოჩნდება. ანუ იმამი მაჰდი. მაჰდი არის რაც ებრაელებისთვის მაშიახ და ჩვენთვის მესია. ისეა მუსლიმებისთვის მაჰდი, მეორედ მოსვლა, ხო? მეორედ მოსვლის, ისლამური მეორედ მოსვლის მთავარი ფიგურა ვინ არის? ისა, იესო. მეორე მოსვლას ისინი აღიარებენ, რომ იესო მოვა. ისლამი ამას აღიარებს. და მაჰდი და იესო ერთად მოვლენ. და ამარცხებენ გოგი და მაგოგის ჯარს, ანუ გოგი და მაგოგის ეშმაკისეული ხალხი, ხო? ეს ახლა შორს წავალთ ახლა ჩვენ. 12 იმამი, უბრალოდ 12 არა, ორათიანელები, ასე ითარგმნება. ანუ 12-იანელები კი არა, ორათიანელები. აი, როცა შიიტებზე ვლაპარაკობთ, მათ ეძახიან ორათიანელებს, ანუ მათ ყავდათ 12 იმამი და მე-12 გამოჩნდება. ზოგი ამბობს, რომ სამარიაშია, ზოგი ამბობს, რომ იმაშია, ზოგი ლოკაციებსაც ამბობენ, ზოგი ამბობს ბაღდადში არის, მიწისქვეშ და ამოვა. შიიტები ელოდებიან იმამს. მუჰამედ იბნ ალ-ჰასან მაჰდი ასე ქვია. რა შეეხება სუნიტებს? სუნიტები წავიდნენ დინასტიის მიხედვით. პირველი 4 ხალიფა, მე რომ მკითხოთ 5-ია, იმიტომ ჰასანის ხალიფა იყო 6 თვე. პირველი აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი და ჰასანი. ამ 5-დან 4 მოკლულია. ძალადობით მოკლული. ანუ მუჰამედის მემკვიდრეებზე როცა არ ლაპარაკი, თვითონ წინასწარმეტყველ და მოციქულ მუჰამედს ეს ამბავი არ გაეხარდებოდა, რა თუნდა ამას ვერ ლაპარაკი. მისი ოჯახის ამოწყვეტა. მან დაუბარა რა ხალხს, რომ ორ სიმდიდრეს გიტოვებთ. ყურანი, რომელსაც ალლაჰი მიხედავს, თქვენი ამბავი არ უნდა ამა. და ჩემი ოჯახი ამას მიხედათ. ხო? რა შეეხება სუნიტებს, სუნიტებმა იარეს დინასტიებით, პირველი დინასტია იყო ომაელთა დინასტია, მუავია იყო მის დამაარსებელი, საკმაოდ ისეთ საინტერესო დინასტია იყო. 661 წლიდან 750 წლამდე. ხოთაშორის ბოლო ხალიფა ვინ იყო, იცი, ომაელებისგან? მერვანი მეორე. ურვანყრო. ჩვენ რო დაგვაქცია და მოგვაგდო. ჩვენთან ხო ყრუს ეძახიან, სომხები რაც ეძახიან, ხო, ავარანშანი, ამაოხრებელი, სომხეთსაც იგივე დამართა. მერვანის დროს მოხდა დიდი აჯანყება აზიაში, კერძოდ სპარსეთში. სპარსეთში უკვე ისლამი მოდებულია, მაგრამ შიიტური გავლენებია იქ. და იქ დაიწყო გრანდიოზული აჯანყება აბუ მუსლიმის მეთაურობით. ეს არის სპარსელი შიიტი, რომელმაც ამ ომაელების წინააღმდეგ დაიწყო ომი, მაგრამ ხარდაჭერა
აბუ მუსლიმის აჯანყება, ამ შიიტების აჯანყებას ხარი დაუჭირეს აბასელებმა. აბას ვინ არის? მუჰამედის ერთ-ერთი ბიძა, იმათი შთამომავლები. და ეს აბასელები და ეს აბუ მუსლიმის შიიტური არმია დაეტაკა ამ იმას, რა ქვია, მერვანის ახ თვითონ მეომარი იყო და დაამარცხეს მერვანი. ომაელები დამარცხდნენ. მერვანი ჯერ სირიაში გაიქცა, მერე ეგვიპტეში გაიქცა, მერე იქ დაიჭირეს თავი მოკვეთეს. ერთი ვერსიით ენა ამოაძრეს და კატასაჭამეს მისი ენა. ბოლოს ერთადერთი ვინც გადარჩა და მთელი გვარი ამოწყვიტეს. ბოლო ბრძოლას 700 ესა რა ქვია ომაელი დაიღუპა. ერთადერთი გადარჩა აბდარაჰმანი, მე რომელიც ესპანეთში გაიქცა და იქ შექმნა კორდოვის სახალიფო დაარქვა იმას. ომაელები იქ მართა. ანჩენი აბასელებმა წამოიღეს და 750 წლიდან 1258 წლამდე ამას ერქვა ბაღდადის სახალიფო. ომაელების დედაქალაქი დამასკო იყო, აბასელების ბაღდადი და 1258 წელს მონღოლებმა აიღეს ბაღდადი და დააქციეს. ხოთაშორის ჩვენები მონაწილეობდნენ. ქართველების წილი ბაღდადის აღებაში დიდია. და ხოთაშორის მის დაქცევაშიც. და ქართველებს გამოყოლილი ჰქონდათ მეხსიერებაში ჯალედინის ლაშქრობა და შურისძება ჩაითვალეს. ასე დასრულდა ესე ამბავი უფრო სწორად არ დასრულებულა დღესაც გდება. მე არ ვიცი შიიტები და სუნიტები რაზე შეიძლება შეთავოთ. ან იმათმა უნდა თქვან პირველ მართლმორწმუნე ხარიფებზე უარი, ან ამათმა იმამატზე უნდა თქვან უარი. ეს არის, არ ვიცი, ახლა ეს მტრობა იქამდე იყო, რომ აი როცა კონსტანტინოპოლი აიღეს თურქებმა. ხო იქ ჯვაროსნული ლაშქრობის შეკოწიწება დაიწყეს ევროპაში. არ გამოვიდა. ჩვენებიც აპირებდნენ იქ მონაწილეობას, როცა იმან აიღო, რა ქვია. მეჰმედ ფატიხმა, ხო? ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობას აპირებდნენ სპარსელები, შიიტები აპირებდნენ. ანუ ქრისტიანებთან ერთად შიიტები აპირებდნენ კონსტანტინოპოლის ჯვაროსნულ ლაშქრობაში აპირებდნენ მონაწილეობას. აი ამ დონეზეა ეს ამბავი. ხო და ღმერთმა ქნას მშვიდო ერთი რამე ვიცი რომ ახლა მოხდა კატასტროფა მოხდა რა. ახლა მუჰამედის მემკვიდრეების უმრავლესობა მოკლული იქნა. მთელი ტრაგედია არის იმაში, რომ მუჰამედის ოჯახი ამოწყდა. მისი ოჯახი ახლულ ბეით. მე არ ვიცი, მე არა ვარ საჯული, ვინ მართალია, ვინ მტყვანია, როგორ არის, რანაირად უღრმე ისევ ადასტურებ უღრმეს პატივისცემას, სუნიტების მიმართაც, შიიტების მიმართაც. მაგრამ ეს მათი შიდა პრობლემაა. ჩვენ ვერაზოს ვერ ჩავერევით, ჩვენ საჯულები ვერ ვიქნებით ვერაზოს. ამიტომ ხანდახან მეცინება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რომ შუამავლობენ შიიტებსა და სუნიტებს შორის მოლაპარაკებებს. ნუ ახლა სასაცილოც აღარ არის ეს. ეს არ არის გაეროს თემა რა. მან ქუნთუ მავლაჰუ ვა ალი მავლაჰუ. ეს არ არის გაეროს თემა. გუტიერეში ამას ვერ გადაწყვეტავს. და საერთო ტერმინი მავლა რას ნიშნავს? დიდი მადლობა გუბას. მადლობ თქვენ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს არის ნაწილი სერიისა, რომელიც ეძღვნება კონფლიქტებს, მათ ისტორიას, მათ ძირებს, ფესვებს. იქნება კიდე მეოთხე კონფლიქტი ინდოეთი-პაკისტანი და მე დავხუროთ ეს თემა, იმიტომ ახლა კონფლიქტები იმდენი, მაგრამ ეს ცივილიზაციური კონფლიქტები. კი ბატონო. აქვე ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს დროების YouTube არხზე მადლობა გადაუხადოთ იმისთვის, რომ ასეთი ყურადღებით და ინტენსივობით ადევნებენ თვალს მოგზაურობას ისტორიაში, წარსულში და აქვე ვთხოვოთ, რომ გამოიწერონ YouTube არხი, დროება, მოიწონონ, გადააზიარონ იმისთვის, რომ ის ინფორმაცია, ის ცოდნა ისტორიული, რომელსაც შენ გვიზიარებ, ხელმისაწვდომი გახდეს კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის. ერთ რამეს დავამატებ, ხო, თუ შეიძლება რა, რომ კონფლიქტებს რომ მოვრჩევით, მე გადავალთ ახალ ციკლზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს ციკლი უნდა იყოს ევროპის საფუძვლები. უკვე ისიც საინტერესო უნდა იყოს. მადლობა და მადლობა.